ჩვენ ვართ ტენდერში გამარჯვებული შეფესი ეფექტი. დავიწყეთ მუშაობა იანვრის თვეში. იმის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმებს ვასრულებთ ზედმიწევნით 250 ადამიანს ვემსახურებით და ამიტომ პროდუქტის რაოდენობაც დიდია შესაბამისად. რამდენად სწორად, რამდენად შესაბამისად ინახავთ პროდუქტს? პროდუქტი ინახება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით. გვაქვს ორი მაცივარი, ერთი არის გამოყოფილი ხორცისთვის, მეორე არის გამოყოფილი თევზისთვის. აქ საწყობში თაროებზე არის ჩამოლაგებული საქონელი, ბოსტნეული ცალკე, ბურღულეული აი კონტეინერებში არის ყველაფერი ჩაყრილი. პირობები შესაბამისია, საწყობში არის განათება, ვენტილაცია, პროდუქტს ვახარისხებთ გადალაგებული, აი რომელიც უნდა ლიკვიდაცია მოვახდინოთ იმ პროდუქტის. აი ეს პროდუქტი თქვენ როდის მოიტანეთ? კვირას მოვიტანეთ. იმიტომ რომ ორშაბათს აქვთ ბორში და ამიტომ კომბოსტო ვერანაირად ვერ შეინახება. ახლა კვირიდან კვირამდე, ხო, ახალი კომბოსტო არის შემოსული. მოვიტანეთ კვირას საღამოს, რომ ორშაბათს ხელი არ შეშლოდეთ სამუშაო პროცესს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საკვები არ არის მთელი დღის ნორმა, ეს არის ცხელი სადილი, რომელიც ერთჯერადად უნდა მიიღოს ადამიანმა. ამ მენიუზე მუშაობს კვების ტექნოლოგები, მუშაობენ დიეტოლოგები, გათვლილია კალორაჟი და ამიტომ 400 გრამი პირველი, 200 გრამი მეორე, 200 გრამი მესამე და 200 გრამი პური. ნახეთ ერთიანობაში რამდენს შეადგენს, ხო? ჩვენ პური რო მოგვაქვს, გვიწერია 200 გრამი პური. პურს აკლია წონაში არის 380, 385 გრამი. ამიტომ ასეთი რაღაცა გადავწყვიტეთ, რომ ერთ ადამიანს მივცეთ ნახევარი კი არა, ერთი პური ეძლევა. ორ ადამიანზე ვაძლევთ ერთ ნახევარს და შესაბამისად ასე ეძლევა ყველას. არც ერთი ადამიანი არ გამოდის სასადილოდან, რომ ზუსტად 200 გრამი ფაფა მოქონდეს. ყველას უმატებთ შეძლების და გვარად სადილს. აბსოლუტურად ყველას ემატება. მერიის სამსახურები რამდენად ხშირად მოდიან, რამდენად ხშირად აკეთებენ ისინი თქვენი საქმიანობის მონიტორინგს? ჩვენთან ყოველ დღე დადის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გამოყოფილია. ყოველ დღე ესწრებიან დამზადებას და გაცემას დღის ბოლომდე. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა დაუშვათ რაიმე შენიშვნა ქონიათ და გამოგისწორებთ? რა თქმა უნდა, შენიშვნები ყოფილა, მიგვიღია ეს შენიშვნები და გამოგვისწორებია. საკმარისი რაციონი მიგაქვთ აქედან? კი. თქვენ რამდენი ადამიანის რაციონი მიგაქვთ? 4. და რამდენი ხანია ამ სასადილოს ბენეფიციარი? აუ, მე საერთოდ 10 წელია რაც დავდივარ. და რამდენი გაყოფილი ხართ კი, მომსახურე? მაყოფილი ვარ. ნახეთ, კაი გოგოები არიან, კაი გოგოებიც არიან და საჭმელებიც კაია. რაც კაი პროდუქტები მაქვს, ისეთია საჭმელი. გაყოფილი ხარ? სინაკა შედარებით უკეთესია. მე პირადად ძალიან გაყოფილი ვარ ყველანაირად. არც არასდროს არ მქონია აი მაგალითად რამდენად არის სისუფთავი დაცული სასადილოში? რა ვიცი. გადარჩება ბევრი. ახლა ორი გამოიცვალენა გადარჩენის პერიოდებში, მაგრამ როგორც ასეთი ყველასთან არაჩვეულებრივი რა ვიცი სისუფთავე საჭმელი მე არასდროს არ მქონია ამის პრეტენზია. რაც მე ხდება ის მეკუთვნის და მაძლევენ ჩვეულებრივად. Старшие тоже приходят, значит, там уже и другие тоже. Старшие приходят. ეს მერიიდან? Ხო, გამოწვევენ როგორ ვართ, როგორ ის. თქვენ თვითონ როგორ მოგწონთ მათი Очень, მუშაობა? очень довольны. Чистоплотные. Все чистоплотные были. Они тоже очень чистоплотные девочки. Хорошо готовят, вкусно готовят. აქაური სასადილოს გავზარდეს 3 შვილი. მობლები მყავდა და ეს. უსაკარო ვიყავ, უსაკარო ვარ ახლაც. და მერიიდან რამდენად ხშირად მოდიან შემოწმებაზე? კი, სულ ყოველ დღე 1, 2, 3 თვე ეხლა ამ წელში სულ ხშირად დადიო. სხვადასხვა საგები არის, ორშაბათს, სამშაბათს გუფთა, ორშაბათს ან კატლეტი, ან თევზი, შაბათს ლობიო, პარასკეთის სიბოში და ასე სხვადასხვა საჭმელი. მადლობა ყველას. გადახოვაზეს დამეხმარეთ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა ამ მთავრობის.